ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე, სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე, მისი განცხადებით მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება მთავრობის მხრიდან ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჯარბა 90 მილიარდ დოლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებლს უნდა გადავაჯარბოთ. ტურიზმის სფეროში ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მილიარდ დოლარს გადააჯარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, ეს იყო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით. შემოსავლება მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით. ტურიზმიდან წლიური შემოსავალი 2024 წლის განმავლობაში 7.3%-ით გაიზარდა, რეკორდული მოცულობა, რეკორდული თანხა დაფიქსირდა, ეს არის 4.425 მილიონი დოლარი, რაც მნიშვნელოვანი პრინციპში მატებაა წინა წელთან შედარებით, ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი მიუხედავად ყველა გამოწვევისა იყო საკმაოდ შედეგიანი. ვფიქრობ, რომ ოპონირებისა ეს ფორმები ხშირ შემთხვევაში არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების და ალბათ პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესების. ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული იდეები, ჩვენ შეიძლება ოპონირება ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები და ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომელიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის გამართლებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ ჭრილში ვეცდებით, რომ პროცესები მაქსიმალურად სტაბილური იყოს, არ განხორციელდეს ის რისკები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.